There's enough of me to last the year. Take this, but don't break it. I'll be coming back when გამარჯობა, მე ვარ ანა სათანია, 21 წლის თბილისიდან. ალბათ ბევრმა იცის ჩემი და ჩემი დის ისტორია და რატომღაც მინდა რომ აქაც მოვყვა, იმიტომ რომ ყველაფერი დაიწყო სწორედ ნიჭიერში. ანა სათანია ყველაფერი დაიწყო 2013 წელს, როცა გამოვედი ნიჭიერში და ჩემი და ესე ინტენსიური მაყურებელი იყო და რო დამინახა, მოკლედ თვითონაც შოკში იყო და თლიან ოჯახის განხილვა ჰქონდა, რომ იქნებ მისი ტყუპისალი ცოცხალია. რა პროექტი ნიჭიერი, ალბათ საკო ვერაზოს გაიგებდა ჩემზე და შეიძლება რომ არც გვეფიქრა რომ რაღაც ხდება ჩვენს ცხოვრებაში, რაც რეალურად თურმე არ ვიცით. სამი წლის უკან გავიგეთ რომ ვართ ტყუპისალი დება. მე და ჩემი და შევხვდით რუსთაველის მეტროსთან. ეგ მომენტი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი ჩემს ცხოვრებაში, იმიტომ რომ შევხვდი ჩემს იგივე ასლს, ოღონ ანუ სხვა ადამიანად, სხვა პიროვნებად. დავიწყეთ ბიოლოგიური ოჯახის ძიება. წინა წლის მარტში ვიპოვეთ ბიოლოგიური ოჯახი, 2 და და 1 ძმა, დედაც და მამაც. აღმოჩნდა რომ მამა ჩემო გაგვაშვილა. იყო ჩვენში, ანუ გაგვიყიდა. დედამ არ იცოდა. არა. თანხა ცნობილი არის, როგორც დედა ჩემი მეუბნება, იმ დროისთვის, ანუ 2002 წელს, მშვენიერ მანქანას, სახლს მარტივად იყიდებდა. თუ არ ცდები, უნდა ყოფილიყო დაახლოებით $5,000 ეს ხო არ იყო ერთი თანხა, იყო ჩემი დის თანხაც. ანუ 2 თანხა იყო ისეთი, რაშიც ცოტა ბევრი ფულია ჩადებული მოკლედ. ნიჭიერში მონაწილეობა მინდა, იმიტომ რომ აი ძველი მომენტი, სადაც შემოდა მიპოვა ეგ მომენტი თუ არ გავამეორო, ანუ ოდნავ მაინც დავბრუნდა იმ დროში, იმიტომ რომ ნიჭიერმა ჩემი და ჩემი დისთვის იმდენად დიდი საქმე გააკეთა, რომ ალბათ ის რო არ ყოფილიყო ის მომენტი, შეიძლება დღესაც არ გვეპოვა ერთმანეთი მე და ჩემთან. ხალხი ჩათვალე რო არ არის, ხარ სტუდიაში, ძალიან არაყვე იმნერვიულობაში. მინდა რომ აი ის გავიაზრო, რომ იმ დროს შეიძლება არ ვიცოდი რომ მე თუმცა ტყუპისალი მყავდა და ისე გამოვდიოდი და ჩემმა დამაც ისე მიხურა რომ არ იცოდა რომ ისი დავიყავი. ეხლა მე რო გამოვალ სცენაზე, ჩემმა დამ თქვას რომ ნუ ეს ჩემი და არის და ვამაყობ რომ ჩემი და არის. ანა! როგორ გაზრდილ ხარ? კიდევ მოდი ჩვენში მეწმინდა ანა და მოდი! მოიცადე შენი დაცა განეს დაიკვა. როგორ მიყვარს თქვენი ისტორია და როგორ მიხარი რომ ნიჭიერიდან დაიწყო. ხო მართალია? ორივე მონაწილეობ? არა, მე. მარტო შენ გულშემატკირო. 10 წელი გავიდა და ისევ ნიჭიერშია და ისევ იმიტომ რომ ძალიან მაგარი ნომერია განახასა. ყველაზე დიდი კომაგი შეიძინა ამ პროექტის დამსახურებით, ხო? ანა, ნერვიულო.
არა, უბრალოდ ის შედეგი რაც მინდა რომ დავდო, მაგაზე რა შედეგი? 5 კი რა უნდა იყოს შედეგი? 5 არა, Golden Buzzer-ი რა გჭირს? Golden Buzzer-ი. Golden ისტორია კი გაქვთ. ხო და პარემ ნახოთ, აი არის, ნახოთ, რამდენად გავაკვირდით. წარმატებები. ჩვენ გჯერა შენი იგულ შემატკივრად. გამარჯობა. გამარჯობა. მე ვარ ანა სათანია. მე შენ გიცნობ. ხალხო ვერ იცანი ვინ არის? მეც ვიცნობ. ანი რა მაგარია რომ მოხვედი. ხალხო ეს არის საოცარი. რომ მოხვედი ისევ, ხო თაკო სწორად მივხვდი? რომ მოხვედი ისევ. რომ მოხვედი ისევ. კი. ძალიან პატარა ანა მოვიდა ერთი და დღეს უკვე მთელი ოჯახი არიან. ამ გოგონასთვის ნიჭიერი მარტო ნიჭიერი არ არის. ხო ანი? ნიჭიერით დაიწყო ჩემი და ჩემი დის ისტორია. სად არის შენი და? მოიყვანე ხო? გამარჯობა. ჩემი და თაკო. ესენი არიან ტყუპები, რომლებმაც 19 წლის მერე იპოვეს ერთმანეთი. Bravo! აი დაუჯერებელი ისტორია. წარმოუდგენელი, ასეთი ამბები ხდება ნიჭიერში. იცი რა მაინტერესებს? სულ მინდოდა რომ დამყოლოდა. რა შეგრძნება, როცა აღმოაჩენ რომ ყავს და? დას რო აღმოაჩენ ძალიან მაგარია, იმიტომ რომ ჩემი დაც ერთ-ერთი აქტა ძმაც აგზავნა. კი. აი იქ არის. და ტყუპი და რო ყავს, ალბათ ყველაზე დიდი გულშემატკივარი ყავს მთელი ცხოვრების განმავლობაში და აი მთელი ცხოვრების განმავლობაში ყავს მეგობარი, რომელიც იცი რომ არასდროს არ გიღალატებს. რა მაგარია. ნიჭიერის დამსახურებით მათ იპოვეს ერთმანეთი. იცი რა მაინტერესებს? აი რო არ მოსულიყავი ნიჭიერში, ნეტა რა მოხდებოდა? მეც ვფიქრობ ხოლმე მაგაზე. შენ არ გიფიქრია? გითხარი შენ რა გიფიქრი? ალბათ არ ვიცი. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ. ანუ ალბათ ეგ რო არ მომხდარიყო, ვერც ერთი ვერ გავიგებდით, რომ ვიღაცა ჩემნაირი დადის კიდევ. როგორ მიხარია, ძალიან მიხარია, რამდენ კარგ საქმეს აკეთებს ჩვენი პროექტი. ეს ერთ-ერთი ყველაზე მაგარია, რაც მოყვა ჩვენ პროექტს. როგორ მოხდა თქვენი განცალკევება ის თუ შეგიძლიათ რომ მოგვიყვოთ? ცოტა რთული თემა ეგ ჩვენი განცალკევება მოხდა დაბადებიდან ალბათ ეგრევე 3-4 დღის ვიყავი ჩემებმა რო წამიყვანეს ექიმების დახმარებით ჩვენმა ერთ-ერთმა მშობელმა მამამ ესე ცალ-ცალკე ოჯახებში გაყიდა. მამამ გაყიდა. ძიმა ისტორია. ეს მახი
მინიჭი პრაქტიკა ამ ქვეყანაში სამწუხაროდ იყო და თქვენ არ ხართ ერთადერთი და არ ხართ მარტოები კი. ანუ მარტოები არ ვართ. ძალიან ბევრი ბავშვია ესე გაყიდული და ვიხელთებ დროს რომ ვთქვა რომ ანუ მარტო ჩვენ არ ვართ, ათასობით ბავშვი არის ესე გაყიდული და ძლიერი ადამიანები ხართ, ძლიერი ქალები ხართ და თქვენ გამსდელ დედებს უნდა უთხრა ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ საოცარი ბავშვები გაგზარდეს, ერთიც და მეორეც. ძალიან დიდი მადლობა. იცი რა მინდა, შენი დაძმა მინდა რომ ნახო კიდე. ისინი სად არიან? აბა დაგვენახონ. ლანა, ადიქი. ერთი და გვაკლია კიდე გერმანიაშია. რამხელა ოჯახი შეიკარეთ უცბას? კი. მაგრამ იცი როგორია, კინო ისტორია არის. ფილმში რო ნახავ ისეთი ისტორია, გონია რომ არაბუნებრივია. ფილმი არის უკვე. კი, არის. ფილმი არის უკვე მართლა მთელი მსოფლიო დაინტერესდა ამ ბიბისთან დაწყებული, რა ვიცი, ყველაფრით, მაგრამ ყველაზე მთავარი ისე რომ ჩვენ წითგანან ადამიანები თან როგორი პატარები, რამდენი წლისაკი ხართ? 21 წლის ადამიანები, რომლებიც ამ ცხოვრების ყველა სირთულე გაიარეთ და თან ძალიან მაგრა გაიარეთ და ვიცი რომ ყველაფერი ძალიან მაგრა გექნება ცხოვრებაში. არის ნიჭიერი, რომელმაც ესენი დაადასტურა. დღეს რა უნდა შეგვისრულო? ნიჭიაში დაბრუნდი ისაც ცეკვით, რა თქმა უნდა. ოღონდ დღეს ცოტა სხვა სტილს. და დღეს გაგამხნევებენ შენი დები და ძმები. კი, ვინც წინა გამოსვლაზე მატალდა. ძალიან ძლიერი შინაგანი სამყარო გაქვთ ორივეს ნამდვილად, ასე რომ დარწმუნებული ვარ, კარგად გამოგება ყველაფერი. ამგანი უნდა გავამხნევოთ მეგობრებო ყველა მტაშით. არის კარგად ჩამოდი ასე კარგად დაინახავთ. Confidence in my
გაუთავანებული ვარ. საერთოდ გიждები ადამიანს, როდესაც აქვს ეს ენერგეტიკა, ეს სითამამე, ეს თავდაჯერებულობა, ბრწყინვალე პლასტიკა ნამდვილად და მიზანდასახო არ ვიცი, აი ბევრი რაღაც ჩანდა ერთდროულად, რაც არის შენში და ეს ყველაფერი დღეს შენ შეძელი და გადმოიტანე ნიჭერის სცენაზე. ვაუ! ამას ყველაზე ძალიან ვაფასებ. ხასიათიც ჩანდა ამ ცეკვაში, პლასტიკაც იყო, პროფესიონალიზმიც იყო, შენი შრომის უნარიანობა, მიზანდასახულობა, ყველაფერი ერთად იყო და მადლობა იმისთვის, რომ დაბრუნდი და აი, არ ვიცი, მთელ საზოგადოებას კიდევ ერთხელ აჩვენე, რომ ცხოვრებაში დაბრკოლება არ არსებობს. დარწმუნებული ვარ ყველა იმ ადამიანს ვინც ამას იხილავს გულზე მოხვდება ერთი და ბევრ ადამიანს კიდევ დაეხმარება იმიტომ რომ როგორც თქვენ ახსენეთ თქვენ მარტონი არ ხართ და კიდევ დაახლოებით 1000 ბავშვია საუბარი და მადლობა ამ გულწრფელობისთვის და ამ გულღიაობისთვის დიდი მადლობა ანა გულშემატკირო ყველგან რა თქმა უნდა მიხარია რომ შენი ცხოვრება შეივსო შენი წარმატებისკენ გზა უნდა გაიფლიო და მიხარია რომ ისევ ნიჭიერი აირჩია ამ წარმატებისთვის. ერთი ორი სამი შენ გახუთი საოცარი ისტორია, ხალხო, წარმოუდგენელი. ცრემლი დამიღვრე ამ ისტორიაზე.
მოდი პირდაპირ ნიჭიერში და ყველა სული ხდება. იცი როგორ ნერვიულეთ, იცი რამდენი ვიტირეთ, მოკლედ არ ვიცი, თაკო არის მართლა. არ ვიცი, ყველაზე დიდი გულშემატკივარი, იმიტომ რომ აი მთელი სხეული უთრთო და ეს ოქროსფილაკი იყო შენი ფანტასტიკური ნიჭისთვის და თქვენი ფანტასტიკური ისტორიისთვის. გელოდებით. კიდე შევხვდებით. ნახევარფინალში პირდაპირ. წარმატებია. საოცარი გოგო ხარ, აი საოცარი. და ასე არასდროს არ დანებდე შენ ოცნებებს. და მომწონს შეზოლეთ. Golden Bazari.